ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც რაღაცას გურიის თემაზე როცა ვდებ ხოლმე, ხშირად კომენტარებში, მათ შორის თითოლობა და სტიქია როცა იყო, რაღაცნაირი კომენტარებია ხოლმე უარყოფითი და აგრესიული და ძალიან ცუდი დამოკიდებულების ხშირად გურულების მიმართ და სულ ამბობენ, რომ თქვენ მიეცით მაგათ ყველაზე მეტი ხმა და რაღაცა მსგავსი კომენტარები. ამიტომ მინდა ძალიან მოკლედ და რამდენიმე კონკრეტული ფაქტი და მაგალითი დააგიხსნათ, რეალურად რა ხდება და რეალურად რატო არ უნდა მიმართოთ ეს ბრაზი ადამიანებისკენ. მოსახლეობიდან დავიწყოთ. გურიის მოსახლეობა 2015 წელს საკსტატის მონაცემები არის, იყო 113,300 ადამიანი და 2025 წლის მონაცემებით არის 100,600 ადამიანი. გურიიდან 13,000 ადამიანი. ჩოხატაურში 19,000 ადამიანი იყო მოსახლეობა 2015 წლისთვის, 2025 წლისთვის კი 16,700 ადამიანი არის. შეიძლება ეს ციფრი ძალიან პატარად გეჩვენებათ, რომ 2,300 ადამიანი გააქციეს ჩოხატაურიდან, მაგრამ რეალურად იმ ჩოხატაურისთვის, სადაც 17,000 ადამიანი არის სუნთლად და აქედან 11,000 სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის, ძალიან დიდი ციფრია. ვინ მიდის ემიგრაციაში? მიდიან ახალგაზრდები, მიდიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, მიდიან მშრომელი ადამიანები, ანუ ჯანსაღად მოაგზროვნე ადამიანები. თელს ჩოხატაურში, თელს ოზურგეთში, თელს რანჩხუთში, როგორ ყავს დასაქმებული თელი სანათესაოდაც ჩატენილი ყავთ თავიანთი ხალხი, სოციალურში ადამიანები ყავთ გაფორმებული. ერთ მაგალითს მოგიყვებით და ამით მორჩები. ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. ნამდვილი ამბავი არის, კადრებსაც დაურთავდი, მაგრამ უბრალოდ იმ ადამიანს არ მინდა რომ პრობლემა შეუქმნა. თქვენ თუ არ დაიჯერებთ იმ სოფლის ადამიანები მიხვდებიან მიზეც არის საუბარი. მეწყერი იყო გურიაში და ერთ-ერთ სოფელში მივედი სახლში, სადაც ანუ დიდი უზარმაზარი მთა რომ აგიღწეროთ, აი რაღაცა რამდენიმე მეტრი აშორებდა მიმდგარი იყო სახლს. სახლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაბზარული, ისედაც ამ მეწყრული ამბებისგან და ეს ანუ უდიდესი საშიშროება ჰქონდათ წინ. არც ასახლებდნენ ამ ოჯახს, არც არაფრით ეხმარებოდნენ და მოხუცი ქალბატონი ვინც გამოვიდა და ვისაც ვესაუბრებოდი, მითხრა რომ ვერაფერს ვერ ამბობდა, იმიტომ რომ მისი ერთი შვილი, რომელიც არის ოჯახის მარჩენალი, დასაქმებულია რომ ლუკმაპური ქონდეთ და ხმა რო ამოიღონ, იმ ლუკმაპურსაც წაართმევენ. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ლამის სიკვდილის საფრთხე ჰქონდათ წინ, ის მაინც რავით დროებითად მიაჯდათ და ლუკმაპური რო არ დაეკარგათ, ამის გამო იმხელა საფრთხის წინაშე ცხოვრობენ დღემდე ის ადამიანები. და ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ იმ ადამიანებს, ვისაც ლუკმაპურის პრობლემა აქვთ, ვინც რა ვიცი, ყველა დღე იმაზე ფიქრით ათენებენ და აღამებენ და ასეთი არის ოფიციალური მონაცემების გურიის ნახევარი. ანუ გურიის ნახევარი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოფიციალურად და ეს არაოფიციალურად უნდა ნახოთ. ადამიანები პურის ფქვილს ყიდულობენ განმადებით. დღიდან ღამემდე ადამიანები იმაზე ფიქრით იძინებენ, ღამებენ და ასეთი არის ძალიან დიდი ნაწილი გურიის. აი თითოლობა რო იყო და ადამიანები რო ჩაშდნენ, ან კომენტარებში ლანძღებოდნენ ადამიანები, რომ აი რას ამბობთ ჩვენ, ანუ გამოქვაბულის პერიოდში რო ცხოვრობდით, უნდა ვიმარაგებდით რაღაცებს უკაცრავად, მაგრამ დილას მიდიან ეს ადამიანები, შრომობენ რაღაცა თეთრებად, რომ სახში პური მოიტანონ და ჩემი აზრი იქნება და ჩემი თხოვნა იქნება ძალიან დიდი, როდესაც აი გურიაზე და გურულ ადამიანებზე როცა ვსაუბრობთ, რომ ეს ბრაზი ჩვენი მესმის, მეც თქვენსავით ვარ, რომ მეც ვიბრძვი, რა ვიცი, ანუ სიტყვიერი და რაღაც მორალური კი არა, ფიზიკური დაპირისპირებებიც მომწია და მეც მაქვს ბრაზი ხშირად ადამიანების მიმართ. თუმცა მგონია რომ ეს ჩვენი ბრაზი უნდა მიმართოთ იმ ადამიანების მიმართ, იმ თანამდებობაზე მომსხდარი ხოცების მიმართ, ვინც ამ დღეში აგდებს ადამიანებს. ანუ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველას, რომ ჩვენსავით რაღაცა წინა ფლანგზე იდგნენ და იბრძოლონ. ეს ადამიანები თავს გრძნობენ ძალიან დაუცველად, იმიტომ რომ კი ვამბობ მეც მათ შორის, რომ ვთხოვ ამ ადამიანებს, რომ მე დაგიდგებით გვერდში, მაგრამ სამსახურიდან რომ გამოაგდებენ ერთ ადამიანს, ყველა არ არის მათ მიმართ სოლიდარული, თორე ყველა რო იყოს მათ მიმართ სოლიდარული, ყველა ან ვერ გააგდებენ ყველა სამსახურიდან. ხენი ბრაზი უნდა მიმართოთ იმ ადამიანებისკენ, ვინც რეალურად ვის ხელშიც არის ძალაუფლება ახლა და ვინც დაამშია, გააღატაკა, გააუბედურა ეს ხალხი, რომ აი ასეთ დღეში ჩააგდო და სხვანაირადაც ლოგიკურადაც რო შევხედოთ, მარტო გურიაზე არ ვსაუბრობ, ანუ მთლიანად, ანუ ჩვენ თუ ესე ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდით, ოდნავ განსხვავებული აზრის გამო კი არა, იმის გამო რომ ესეთ დღეში იძულებით აიძულებენ რაღაცებს ადამიანს, ან ყველას თუ დაუპირისპირდით, რა ვიცი, ანუ მათემატიკურადაც რო შევხედოთ, ანუ უბრალოდ არ შეიძლება რომ ამ ადამიანებს პირიქით იმაზე რომ ვიზრუნოთ, როგორმე ტკბილად დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს, რაღაცნაირად აუხსნათ, შეიძლება ესმით ძალიან კარგადაც, მაგრამ ეს სიძულვილი და ბრაზი რომ იმ რიგითი ადამიანების მიმართ გამოვხატოთ, არ შეიძლება. შეიძლება ეს ხელისუფლება ადრე თუ გვიან, ამაში ხოეჭვი არ გვეპარება არავის და ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიყავთ, ისევ ერთად უნდა შევძლოთ ამ ქვეყნის აშენებაც და მათ შორის მჯერა რომ ოდესმე გურიასაც ეშველება. კი, დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ მე პირადად ამისკენ ვარ მთელი ჩემი ძალებით მოწადინებული და ისევ ერთნი ვართ ჩვენ ყველა. არ ვსაუბრობ მე თანამდებობის პირებზე, ვისაც დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, მაგრამ დანარჩენი ყველა ისევ ერთად უნდა ვიყოს და გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც მთელი ამ 13 წლის განმავლობაში მიუძღვის უდიდესი წვლილი, რომ ესეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და ხალხი, იმ თანამდებობის და პასუხისმგებელი პირების გარდა ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ბრაზი არავის მიმართ არ უნდა მიმართოთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიყოს და ერთიანობის გარეშე უბრალოდ ვერაფერს ვერ შევძლებთ, მათ შორის ვერც ხელისუფლების შეცვლას. მადლობა და იმედია გაიცვალისწინებთ.